მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. მოდი სახალხო დამცველის ვიდეოთი დავიწყოთ. მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება თქვენ არ გინახავთ. მე არ მინახავს. არც ერთი გამოძიების ან შეგროვებული მასალების მე არ მინახავს. 100,000 ადამიანი რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არც ერთი არ მოსულა. 300,000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა ჭირდება და რა პრობლემა რა არის ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ასეთ ბოდიშით და რაღაც ჰაერდან მოტანილ სისულელებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია. თქვენ რომ მოგაწოდო სრულყოფილი მასალა, შეიძლება გადახედოთ და ეს თქვა გაყალბების შესახებ, რომ 300,000 ხმა გაყალბდა. მე არ ვიცი რამდენი, მე არ ვამტკიცებ არაფერს. რა მასშტაბზეც აქვს საუბარი ასეთი მტკიცებულებები არსებობს. პირველ რიგში მე კი არ უნდა მომაწოდონ. თუნდაც მეც მომაწოდონ. საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. თქვენ გეკითხებით, მაშინ თქვენ მითხარით. მე მეკითხებით ბატონო. არა, კი ბატონო, არ შეგეკითხებით, მაგრამ აი, რა ვიცი, საზოგადოებას ვეკითხებით. მაშინ მაჩვენეთ ეს მასალები. აღარ გვაქვს დრო პროცესში. კი ბატონო. დაჟე დრო შეუზღუდეს. პატარა სიტყვას ვიტყვით ძალიან პატარას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა ექსკლუზივი რამდენიმე თანამდებობაზე. საზმაუზე ჰქონდა და ორგანოზე. საზმაუზე ჰქონდა, სასამართლოზე ცდილობდა, საზმაუზისთვის იბრძოდა, სასამართლოზე ცდილობდა გავლენის მოხდენას გვახსოვს და რა თქმა უნდა ობდუსმენზე სახალხო დამცველზე, იმიტომ რომ სახალხო დამცველის ანგარიშებითაც კეთდება დასკვნები, წყალებში დასკვნები გოზდებში. როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის მიერ არჩეული ალეკოს ბრატი არ აღმოჩნდა უნამუსო კაცი. მე მეცაც გეტყვი. აღმოჩნდა როგორც კი ალეკო ელისაშვილი ჩამოშორდა, ძალიან მშვენიერ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი შეიძლება იყოს. აღმოჩნდა ის ნამუსი მართლაც ეხლა თქვა ისაც განარამე თქვა ისეთი. მართლა ჩვენ ყველანი ველოდებით. პროსტა სიმართლე თქვა. ველოდებით აი ამ მტკიცებულებებს. გესმის ჩვენ რა დღეში ვართ და რა მდგომარეობამდე ვართ. მის რომ ადამიანმა უბრალოდ თქვა ძალიან მარტივი სიმართლე, აღწერა რეალობა და მაგაზე ვამბობთ რომ ვასაღო. და ორველისეულ დისტოპიებზე რო ვლაპარაკობთ და რაღაცა განყენებულ თქვათ ხელოვნების ნიმუშებზე, ნაწარმოებზე და რაღაცაზე აგერ გვაქვს რეალობაში რომ მართლა ვიღაცამ თქვა რეალობა აღწერა, ოღონდ ისიც თან აღწერა არა ძალიან ბრუტალურად და როგორც არის. მაგალითად არ თქვა რომ რაც არის ეს რომ ახლა 300,000 ხმა გაყალბდა იქით ხაზი ხო ამბობთ ამას მოაყოლეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეგ იყო მთავარი ჯერ ხო ეგ არის ის არის რომ ამას მოაყოლეს არ ვიცი პოლიციელების დაწვა და ყველაზე საშინელი მცდელობა რევოლუციის. ხო მცდელობა მე მაგათ რა რევოლუცია უნდა გამოვიდეთ კი ვნახეთ მაგრამ მე სერიოზულად აი მაგალითად ახლა სახალხო დამცველი ამას ხო ვერ იტყოდა რომ მე ნანახი მაქვს ევროპაში თქვათ როგორ არბევენ მომიტინგეებს აი მაგალითად პროპალესტინურს და განსაკუთრებით პროპალესტინურ მანიფესტაციებს უერთდება თითქმის ყველა ევროპელი ახალგაზრდა მოდი ვთქვათ რომ არის პროპალესტინური განწყობის ნახე როგორც ემენ ქალებს ნახე როგორც ემენ ახალგაზრდებს ნახე როგორც პირადად შევესწარი მე გეუბნებით სტოკჰოლმში პირადად შევესწარი სტოკჰოლმში იქ მობილიზებულია ხოლმე პოლიცია ვიკენდის დღეებში კლუბიდან გამორბოდა აი რა ვიცი რაღაცას ისეთი მორჩილი ტანის მქონე საწყალი ტიპ მაქსიმუმი რაც ქნა ან ჰარასმენტი კი არა შეიძლება ზედმეტად კითხა გოგოს რამე ან მაქსიმუმ კლუბში მოწია მაქსიმუმს გეუბნები პროსტ ეს ვიკინგები რო დაეჯახნენ ანუ მეთქი მოკლეს რა ტიპი დაიჭირეს ბრუტალურად არა დაიჭირეს აი კედელზე გასრის ეს სანამ ერთი 6-მა მოხეულ ამერიკაში პოლიციელი ესე იგი ფილმებია მაგაზე გადაღებული ხო ჯიბეში რო ხელი ჩაიდო და ის არასწორი მოძრაობა და სავარცხელი რო ამოიღო და იარაღი რო ეგონა ყოფილა ეგეთ შემთხვევა რა ფილმები კაცო მაგას რეალურ ამბავზეა ხო ეს გადაღებული ტელეფონის გულისთვის სამი კაცი არის მოკლული ტელეფონი რა მაგაზე და ამერიკაში არ ვიცი პოლიციელის მოწოდებას რო არ დაემორჩილო ქალი იყო გინდა კაცი და გინდა კატა და გაგდებენ და როგორ გლეწავენ იცი და ჩვენ უყურეთ საქართველოში პროსტა პოლიციელები და სპეცრაზმელები დგანან
დგანან რაღაცა ისე დინჯად, ყარად და აქედან ვიღაცა ჭინკები ესვრიან პიროტექნიკას, ესვრიან მოლოტოვებს, ესვრიან ყველაფერს და ეს უნდა მოითმინო და ეს რეალობა ვინ შემოთავაზა. დაუბრუნდეთ მაინც აი ამ სიმართლეს, მოკლედ, მთელი ამბავი რა არის, რა ფაქტი ბჭყალებში უჭირავთ, საიდან დაიწყო ყველაფერი, რომ გაყავდა ტოტალურად 300,000 ხმა. და ამართლებენ იმით რომ უცხოეთი გვეუბნება ამას. თუმცა არც ერთი დასკვნა არ არის, არც ერთი საბუთი არ არის, არც ერთი მტკიცებულება. ეხლა მე მაინტერესებს წამოვა თუ არა, ჯერჯერობით ვერ ხედავ ამის ნიშანწყალს, საშინელი ნიაღვარი იოსელიაძე. არის თუ არა ჯერ ნიშნები, ჯერ ნიუსფილდში არ არის რომ პარტიები გამოიყენება წამოვა რასაკვირველი ანუ შეიძლება გაუტარო, იცი? ბიჭო, გაუტარებენ, მე უფრო მგონია რომ გაუტარებენ, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან, კი არა და რაღაცა თითქოს იოსელიანზე ვერ ამყარებენ იმ ხელაიდებს. სახალხო დამცველის პოსტი ამათვის ყოველთვის იყო პოლიტიკური ხარდამჭერის. გასაგებია, სახალხო დამცველი იტყვის რომ მამ მომეცი მასალა. არ ვიტყვიან რომ გაქოცდა კაცო, იტყვის რას ნიშნავს? უყურე გამოვა პოლიტიკური ლიდერი, ვინმე, დებილი, რა პოლიტიკური ლიდერი, ჩმო, ოპო ჩმო და იტყვის რომ გაქოცდა. გამოვა იოსელიანი და უტყვის რომ აი შენ ხო გაქვს, ხო აწარმოეკვლევა, მომე მასალა. ეკოცებს არ ვარ თანამშრომლები. არა, ნუ ეხლა. ხო, ნუ ეგ გასაგებია. კარგი, აქციის ერთ დებილი მონაწილე გავუშვით რა. ძალიან მაგარი რამე თქვა ამან. მაგარი. ესეთი მეორე ვიდეო პოზიციას მაგალითად არ აქვს პასუხი ერთ-ერთ მესიჯზე აბაუმი გინდათ. აი ამაზე პასუხი არ აქვს. მე მაგ ერთი პატარა პასუხი. როდის იყო რომ კაპიტულაცია იყო დაგვიანებული მაგალითად. ივანიშვილის მონოპოლია გამოცხადებული კაპიტულაციაზე. ქართული ოცნება რომ ჩვენ აქ არ ვყავდეს, ადამიანს ვერ მოვძებნით, ვინც თეთრ დროშას აწევს. რა თქმა უნდა, თუ იქნება ეს თეთრი დროშა საჭირო, ვინ გიხვეწება ჯერ თეთრი დროშა აწიო. ნუ ამისთვის მინიმუმ კურსკის ობლოსტიდან მაინც ხომ უნდა გადმოისროლონ ის ერთი რამდენი 10 ტანკი მაინც და მე რეალზე ერთი ტყვია გაისროლოს ვაშკაცმა პოლიციელმა და მერე გამოაცხადოს კაპიტულაცია. ეს სადაური გაუგონარი ამბავი, ესე იგი მტერი იქეთაა სხვაზე ებრძვის ის სხვა საკადრისად უბრუნებს პასუხს და შენ მირბიხარ აქედან დაჩოქილი არ მირბიხარ ხოხვით მიდიხარ თეთრი დროშა მოგიმარჯვებია ხელში და კაპიტულაციას არ ცხადებს. რევედრები ნება მიბოძე შენი მორჩილი ვიყო, შენი ვასალი ვიყო, სუვერენიტეტი და ვასალიტეტი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან. რა კომენტარი შეიძლება აი ამ ბუდვაზე გააკეთო? არა, მარტო გახსნილი გაქვთ ვაჟბატონო. არა, ტიპი რა ასამბობს რომ ჯერ გავისროლოთო, ნუ აი უკნიდან არა, ტანკი არ ყავსო. რუსეთს ყავს ჟანგენ ტანკი. ხო, ესე იგი პირველი ნარატივი ისა რომ ჯერ გავისროლოთო და ეგება ვიგებთ, ნახოთ თუ წავაგეთო. არა, ჩვენგანაც ერთმა პოლიციამ ისროლოსო რა. ესე იგი თუ წავაგეთო მაშინ უნახავთო თუ უნახეთ რომ ვაგებთო მე ავაფრიალოთ ხო მე ავაფრიალებთო ეხა თითქოს ვიმეთეთ იმდენი ყავსო თეთრი დროშის ამფრიალებლებიო და ის უნდა დაემატებინა ჩვენ თეთრი დროშის ამფრიალებლები კი არა იქით ახალზე გადამცველებიც ყავს თქვენ მართლა უამრავი მოღალატე ყავთ იმიტომ რომ 2008 წლის ომის დროს რიგები იდგა საზღვართან ამას დამატებული მეორე ნარატივი რა იყო რომ ესე იგი კაპიტულაციაზე ბიჭო მეც გავიჭედე დღეს რომ უყურე აი უყურე ადამიანმა იცის რომ კაპიტულაციის დამთავრდება ეგ ხო იცის ანუ შეგუებულია რა დავიწყოთო რაღაცა დრო მოვიგოთ ანუ რას აღვწი რომ მოდი ჯერ ესეთი ტანკი რაშუაშია გამოისროლა ისკანდერი 5 და დაგიბომბა რაღაც არ ვიცი რა და არის საქართველოში პანიკა იქნება და შემოსვლა არ უნდა კურსკიდან კაცო აგერ არის ცხინვალში და აგერ არის იმაში რა ქვია აფხაზეთში ხო და ანუ ვებმევით ომში და ჯერ აბა მოვიდეს ომი და მერე ვნახოთ ანუ იმედი გვაქვს რომ ერთი ადგილი არა აქვს რუსეთს ანუ ჩაები ომში და როგორც კი გადმოდგამენ ესე იგი ოკუპირებულ ზონებს როგორც კი გადმოცდებიან ხო ანუ როგორც კი გადმოც ან ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენ ეს ადამიანი უშვებს რომ ჩვენ თუ რამეს გავუკეთებთ რუსეთს ისინი უბრალოდ ეს ადამიანი ჩვენ ხوار დავიწყროთ აქ ხო ეს ადამიანი ამბობს ეხლა ეს ადამიანი რას ამბობს ჩვენ ცადო რა იქნება არაფერს არ გვუშვებიან რუსეთს არა აკრძალა რომ ჩვენ რამე დაგვიშალოს და მაგას ამბობს და იგივე წარმატებით და იგივე ლოგიკით ჩვენ რო გადავიდეთ შეტევაზე და რამე ტერიტორია არა მოსკოვში რო ჩავიდეთ და იქ გავატრაკოთ
არა, თუ ჯარით რო წავიდეთ? ხო, ჯარით და თუ გაგვაჩერეს, მე დავმევდეთ რა. ხო, ანუ რა, იგივე იდეაში ეს პირი ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს ერთი ადგილი, საქართველოს რამე დაუშავოს. ანუ ჩვენ ვართ ცდად მაინც ღირს. ხო, ცდად ღირს, არა. ვისი პასუხისმგებლობა იქნება ეს ამბიჯის, ამ პირის სახელმწიფო კი ვარდება. ნატია მეზრიშვილი რო იძახი რომ ჩმორებით ყავს პარტია ივანიშვილს დაკომპლექტებულიო და გახარია ჩმორი არისო, მე მგონი ამას ვიდეო არ ჭირდება, პროსტა დავცინოთ, ხო? უჩმორესი კაცი. მოღალატე, დედააფეთქებული, გახარია იყო ტიპი, რომელიც მუდმივად იქმნიდა იმიჯს შემსრულებლის. ეს ამ იმიჯის შექმნა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართულ მოუწმეობამ მას მისცა ის პლატფორმა, რომელთაც ამაზე საუბრის, იმიტომ რომ ძლიერი გუნდი უმაგრებდა ზურგს, შესაძლებლობა გააჩნდა და გვახსოვს რომ ჩვენ მისი გამოსვლები, რომლებიც იმ პერიოდში ჩემი ძალიან დღეს დიდი მინუსით, მაგრამ მე მომწონდა და ხარის დამიჭერია ღიად და მიგულშემატკივრია და ასე შემდეგ, მაგრამ კაცი საბოლოოდ აღმოჩნდა ჯერ არნახული პოლიტიკური ღალატის ჩამდენი, ნაცებისთვის კომფორტის შესაქმნელად ხა ბიჭო ყურე დაჟე მაგ შემთხვევაში სხვა რაღაცის გამო მაინც ეღალატა ბიჭო ისევ ნაცების გამო უღალატა ბიჭო ხვდები ან ყველაზე უღირსი ღალატი თუ შეიძლება რაღაცა ის არსებობდეს ღალატშიც კი ყველაზე უღირსად მოიქცა რა ნიკა მე ანუ ის რომ პარლამენტის ტრიბუნაზე გამოდიოდა და ჭექარედ ეუბნებოდა იქ მაშინ რომ პოკერია იჯდა და ასე შემდეგ რომ დაგასრულებს და ხო ან მაგაზე მე მახსოვს როგორ გასწორებულში ვიყავი რომ მეთქი დავაი და საბოლოოდ ტიპი იმიტომ რომ ოფიციალურ მიზეზად ხო მაგას ასახელებს რომ მე ამ დაჭერის წინააღმდეგი ვიყავიო რა იმიტომ რომ სისხლი დაიღრებოდა და ვნახეთ რომ სკრუპულოზურად შესაძლოა ისე ჩაატარა ყველაფერი და ვახნა ხომელაურბა ისე დაიწყო და ნაცებმა წელი შეუწყეს ხო არაფერი არ მოხდა სურს ამშვიდობიან და ციხე აიღეს მელიას დაკავება რომელსაც ის იმსახურებდა და ამის შემდეგ უკვე ოპოზიციაში გადასული გახარია კვლავ განსაკუთრებით საგულისხმო იყო ის რამდენიმე დღის წინ ჩაწერილი ვიდეო რომელიც ჩვენს გავუშვით გადაცემაში ჟურნალისტს რო რაც ტონის შერჩევის შენიშვნასავით რო აძლევს რა რომ ერთი წუთი მოიცევა მალაპარაკეო მეო რა ანუ რომ კაცრობს და რომ კაცობს რა და იმაზე რომ ეუბნება რომ ის პოლიციელსო თუ მოხდაო და თუ ეთკინაო გამოვიდესო და ილაპარაკოსო რა და შემდეგ ჩვენ ხედავთ იმ ვიდეოს უკვე როდესაც დიტო სამხარაძესთან იქცევა რა ვიცი ყველაზე არაკაცურად როგორც წესით მისგან არის მოსალოდნელი იმიტომ რომ ბიჭო ხელი მაინც დაარტყი თუ დარტყმა გინდა ანუ ეს რა ჩიქის სახეში შეყრა თუ რა ქვია მაგას ანუ სროლა ამ დისტანციაზე თან იმიტომ რომ მაგის თავიც არ აქვს ხვდები ხელის მოქნევის თავიც არ აქვს და პასუხად რომ ეხლა სახეში რომ იმას რაღაცას გესვრიან პასუხად რომ ხელის დარტყმა მოყვება მაგას რა ყველაზე კანონზომიერი და ლოგიკური მიზანშედეგობრივი რაღაც არის და ამის მერე ანუ გახარიეს ის იმიჯი რომელიც ზუსტად ბაკატრს მოსდევს მე მგონი სრულად ანგრევს იმ ილუზორულ და შექმნილ იმიჯს რაც არის ეს კაცი შემსრულებელი და აი თვალს რო აპაჭუნებს და ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს და ასე შემდეგ იმიტომ არიან გაგიჟებულები და ეგ ნახეთ რომ ეგ მოსულაო ანუ ის სახე შეგდა მოსულაო არ არის ხვალ საპროტესტო აქცია გააგონე რეჟიმის ხმა სახალხო დამცველს და აგერ ვესაუბრე და დაურეკავ აბა ლევანს ვის ლევანს ურეკავ სახალხო დამცველს ალო მოგესალმებით ლევან გამარჯობა ლევან ეთერში ხარ შენ და ჩვენ მრავალდასიან მაყურებელს გისმენ შენ ხვალ არის საპროტესტო აქცია გააგონე სიმართლე სახალხო გადახაზულია და რეჟიმის დამცველს და ნუ მოდიან შენთან და აქციას აწყობენ რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ არის თავარი არის შენი გამონათქვამი რომელიც ჩვენ გავუშვით რომ შენ არა გაქვს მასალები შენ თხოვე მასალები შენ ქონდა კომუნიკაცია არასამთავრობოებთან ქონდა თუ არა კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან რომ მოეცათ შენთვის ეს მასალები ახანეთში ვარ მივესალმები თქვენს მაყურებელს ნამდვილად არ არის აქცია პრობლემა ყველას შეუძლია მოვიდეს და თავისი აზრი
გამოხატოს მათ შორის მათაც ვისაც მე არ მოუწონ ვარ და ასე შემდეგ ამის პრობლემა ნამდვილად არ არის რაც შეეხება ამაზე მრავალჯერ გავაკეთე განმარტება რომ მე არ ვარ სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელიც სწავლობს არჩევნების ლეგიტიმაციას მაგრამ როგორც მოქალაქეს კითხვები გამიშდა იმასთან დაკავშირებით როდესაც თქვეს რომ 100,000 ხმა იყო ის 100,000 პირადობა იყო ჩამორთმეული და 350,000 ხმა გაყალბებული და უბრალოდ ამაზე დავსვი კითხვები და საბოლოოდ აღმოჩნდა ისე რომ ამ კითხვების დასმის გარეშე გამოგავხდი თავდასხმის ობიექტი რაც შეეხება მასალებს მე არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც მოუწოდებდი ყველას პოლიტიკურ პარტიებსაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, სულ ყველას რომ თუ ქონდა უფლებადარღვევას ადგილი, ვინმეს თქო ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ვიღაცას არ მისცეს საშუალება რომ მისულიყო იმაზე რა ქვია საარჩევნო უბანზე და ასე შემდეგ ეს მოეწოდებინათ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერს გავასაჯაროებით და რაც მთავარია ამ ყველაფერს მოვთხოვდით რეაგირება შესაბამის უწყებებს ხო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროკურატურას და ასე შემდეგ ვინც არის პასუხისმგებელი და იყო მაშინ ამ პროცესებზე და მე ვთქვი რომ სამწუხაროდ ასეთი რამე არ მიმიღია ესეც სიმართლე არ მიმიღია არ მოსულა ჩემთან 10 კაციც არ მოსულა ვინც იტყოდა რომ პირადობის მოწმობა ჩამორთმეულდა და ეს ხო უნდა დაეორგანიზებინათ NGO-ებს, ოპოპარტიებს, მათ ლიდერებთან თუ ქონდა კომუნიკაცია, ხო ხტები, ანუ რამდენად მოუწოდე ერთია, მაგრამ პირადად რამდენად თხოვე? პოლიტიკურ პარტიებს დაუკავშირდით არჩევნების წინ, თხოვეთ რომ მოეწოდებინათ ჯერ მანამდე რა დარღვევებსაც ქონდა ადგილი ამაზე ინფორმაცია და შემდგომში თუ რამეს ექნებოდა ადგილი. არასამთავრობო ორგანიზაციებს პერმანენტულად სულ მიმართავდით ერთი შეხვედრაც კი გავაკეთე მათთან და არჩევნებამდე თუ მერე არჩევნებამდე კი რომ თუ არჩევნების დღეს რამე იქნებოდა ასეთი პრობლემური საკითხები მოეწოდებით პრობლემა ეს კი არ არის თქვათ ვიღაცამ რამე არ მომაწოდა ან შეიძლება არ ქონდათ ან ქონდათ და მე არ მინდნენ არც ეს არ არის პრობლემა ის არის რომ როდესაც რაღაცა კითხვა გიჩნდება რაღაცა პროცესის მიმართ ცდილობს ვიღაცა რომ უბრალოდ არ მოგცეს საშუალება რომ ილაპარაკო და ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე თუ ვერ შევძელი ჩემი გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მაშინ რა პრეტენზია უნდა მქონდეს რომ სხვის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავ. და ვერავინ ვერ შეძლებს შემზღუდოს იმაში რომ რასაც ვფიქრობ, ამაზე ვისაუბრო საჯაროდ და დავსვა ის კითხვები, რომელიც შეიძლება არ პროპერული ვიღაცისთვის, მაგრამ მე ეს კითხვები გამოჩნია და ეს კითხვები სულაც რო არ იყოს ძალიან ჭკვიანური და ძალიან რაღაცა ისეთი ხო არავის არ აქვს უფლება რომ ამიგზავნოს კითხვების დასმა და დღეს მე ამას ვადევნებ თვალყურს რომ რატო ვლაპარაკობ იმაზე რაზეც არ უნდა ვილაპარაკო ვიღაცის აზრით და ასე რა გამოვა რაც უფრო მეტად მოახდენენ ასეთ ეწოლას დამიჯერე რომ და საზოგადოებამ ეცოდეს რომ კიდევ უფრო მეტ კითხვას დავსვავ იმიტომ რომ ვერავინ ვერ მაიძულებს სანამ ამ პოზიციის გამო არა უბრალოდ ეგეთი ადამიანია რომ ვერავინ ვერ მაიძულებს რომ დავექვემდებარო ზეწოლას და რა ქვია პულინგს მაშინ სახალხო დამცველი არ უნდა მაშინ უნდა ვიყო რა ვიცი რომელი რაღაცა ისევია ორგანიზაციის უბრალოდ იმდევარი რომელსაც რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს მადლობთ წინასწარ დავიბებებ შენს სტუმრობას ჩვენთან ტელევიზიაში ხვალ რა იქნება ნახავთ ანუ მარტო ხმაური იქნება თუ მასალებსაც მოგასწრიან ესეც საინტერესოა დიდი მადლობა უკაცრავად ესე რომ შემოგეჭერეთ დაგი მადლობთ ხო ნუ რა სიტყვით აბა რა უნდა თქვა ხო გითხარი არა მე რა მეწუთი გითხარი რასაკვირველი ამას ბაჩო მართალი აღმოჩნდა რასაკვირველი ამას ეს მოგობა რომ მათთვის ეს ძალიან პოლიტიკურად სენსიტიური თანამდებობაა ამდენი ხნის მანძილზე საკუთარ მოკავშირედ დაცდილი და დანახული იმიტომ რომ ნინო ლომჯარია იყო რეალურად რამდენჯერ გვაქვს ეგ ტერმინი გამოყენებული რომ ნაცების დამცველი და რა ვიცი ეს ოფიციალური რაპორტი რაც არის ხალი რამდენჯერაა ციხეში შესული და იქიდან რამდენი იყო რიგითი მოქალაქე და არა ნაცობის გამო რომ ვიცით ისეთი ფიგურანტი შესაბამისად ანუ ის რომ ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ყველა ომბუდსმენის განცხადება რომელიც მათ წისქულზე არასხავს რა თქმა უნდა პირდაპირ დარტყმად იქნება აღქმული და მათი მოკავშირისგან განდგომად დევიდ ბოუი დევიდში გარდაიცვალა კი გარდაიცვალა განიჭიერი პრომეტი სასაკში ყველაზე მაგარი სურეალისტი მე მევასე რომ ზიკიეს Twin Peaks-ი არის ჩემთვის ყველაზე მაგარი მახოლანდრაივი Twin Peaks-ზე რამდენი წელი იყო
არ იყო ბევრს, მაგრამ ბოლოს სუმაზე იყო. 78-ის იყო. ბოლოს სასუნთქი აპარატის garaში ვეღარ გადაადგილდებოდა, მაგრამ მანდაც მაგარი რაღაც ხო რომ ერთი დღეც უკან რო დავბრუნდა, ერთი დღეც არ უნდა ნოფოს იმის მოეწეულ სიგარეტს, რომელიც მოგიწევია. ძალიან სხვა შორის ეგ პრობლემა მაქვს, მე ბრონქიალური ასთმა, რომელიც მე შეიძლება გადაიზარდოს კულტუების ქრონიკულ ობსტრუქციაში. მეც ძალიან ცუდ რამეს პეტერიდან. არ გინდა არ თქვა ეგ არ არის სწორი. მე ამდანაც ვიცი, ფროიდმა ევთანაზია მაშინ მოითხოვა რა, როცა ის ვეღარ იფხსნა რა, სიგარეტის სქემა. არ გინდა ძალიან ცუდი გადასვლა დევიდ ლინჩიდან დოიაშვილზე, მაგრამ ბიჭო, არა, სწორი გადასვლა. ნახე, ამან როგორ დაგეგმა, მილიონი არჩევანი გაქვს დეა მამის ეიშვილი მე. კარგად გადავედი რა გინდა. დოიაშვილი. აბა ლინჩი. სასამართლოს და ამ რეჟიმს კიდე აქვს დრო დაანთავისუფლოთ პოლიტპატიმრები. წამზომი ჩართულია, ათლა დაწყებულია. ხო ვერ ვხედავთ, ხო ვერ ნახეთ რა არის თეატრი. ხო ვერ მივხვდით სახელოვნებო სფეროს რა შეუძლია. 20-დან ვიყურეთ. მაგარი საინტერესო იქნება პოპკორნის დაიჭირეთ ხელში. მე გეუბნები ყველაზე მეტად ველოდები ძმაო იანვრის 21-ს. ყველაზე დიდი მოლოდინი მაქვს. იმიტომ რომ მინდა რომ დოიბა გამაოცოს თავისი დაგეგმილი წინააღმდეგობრივი პერფორმანსით, რასაც გეგმავს. რამე აფეთქებას ხო არ გეგმავს? არა, იმიტომ რომ მაკეთ მივდივარ რა, აი თქვათ. ხო, აი თქვენს ფსონები რო გავაკეთოთ რა სიზამს დოი. არ შეიძლება ეს თქვა რა სიზამს. ბიჭო, აფეთქება. მაშინ ისე ვთქვათ რა, მეტაფორულად, ტერორისტულ აქციას საუბარი. არა. ну აი ვერც ეფემიზმებით ვერ ვამბობ, ისეთი ბიძურები მომდის თავში და მაშინ მაქსიმუმ სპექტაკლი ითამაშონ აქციაზე. არა. მე გეტყვით რა, არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცნობილი ვართ უტიფრობით, მაინც არ შეიძლება. მერაბ მეტრეველი ძალიან მაგარია, კი ბატონო. ცნობილი შლანგი. კაია, კლიბი. არა, შლანგი. მინდა რომ ყველას რაღაცა შანსი დაუდრება, თორემ არანაირი შანსი არ დატოვეს. არაფერი შანსი არ დატოვეს და ეხლა უკვე რაც არ უნდა უტოპისტურ რაღაცა აპოკალიფსური სცენარი დამიხატო, ყველაფერს დავიჯერებ უკვე. იმიტომ რომ რაც ამადგან ნახე, უკვე ყველაფერს ვჯერა, იმიტომ რომ ყველაფერზე დამსვლელები არიან. ეგ ვერ გავიგე კარგად, რაც გულისხმობს, ანუ რაზე ვარ დამსვლელები? ანუ ჩვენ ხო დიქტატურა დავამყარეთ უკვე, ტირანია. მეტი რა უნდა გავაკეთოთ? ტირანია, სადაც 50 ოპოზიციური მასმედია იფიცება, ანუ მუშაობს. და რაზე ვარ, კიდევ რაზე უნდა წავიდეთ. ადამიანებმა თქვენს რომ ეს არის ტირანია. დიქტატურა, რუსეთი, ჩელიაბინსკი და ასე შემდეგ, მაგადანი. აი მეტი, ანუ ხტები იმის იქით რა ამის პრობლემა, ამის ფუნდამენტური პრობლემა. ამ კონკრეტულად ამის, თორე აი ხა შეიძლება გიგაბოკერები და ჩერგოლეიშვილმა იციან რა რაღაცა გარკვეული ტრენდები რა ხდება, ну ისინიც მორწმუნეები არიან, ისეთი რა free market ფუნდამენტალისტები, რომლებიც პროსტა ვერ იბერტყავენ რა თავს, 90-იანს ვერ ცდებიან, იქ გონიათ თავი, რომ კიდე იეღოველებს ებრძვიან, კი არა, იეღოველებს იცავენ. ხო. მმკ-სგან. და ეს სასარგებლო იდიოტი მგონია რა მერაბ მეტრეველი, იმიტომ რომ პროსტა არ ვიცი რა ინაზე კითხულობს ქართულის გარდა თუ რამე შეუძლია რომ გაიაზროს რა დიქტატურა, რის დიქტატურა, რა გამოხატვის თავისუფლება, რის გამოხატ. ამ გეუნდებით ბრიტანეთში ანტისაიმიგრაციო რიტორიკა, რომელიც არის პოლიტიკური რიტორიკა და არა ფაშისტური მოწოდება, პოლიტიკური ჩვეულებრივი მაგ აჯენდის პოლიტიკური პარტიები არსებობენ და ევროპაში არიან ძალიან ძლიერები. ამაზე იჭერენ ადამიანებს, ანუ იჭერენ, რამე ის კი არა, იჭერენ თქო, სოციქსელში. ამის ბრიტანეთზე გამახსენდა იჭერენ, არც მეტი, არც ნაკლები. ბრიტანეთზე გამახსენდა ქართულ მოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომ ბრიტანეთი აპირებს დასანქცირებას რიგი ჩვენი ბიძინა იმაშვილზე ლაპარაკი და შემდეგ. თუ ეს მოხდა, ბრიტანეთის რეპუტაცია ჩაესვენება. მას კი, არ ვიცი, იციან თუ არა, ჩვენებმა შეიძლება იციან, მაგრამ ლიბერდებილებს არც მიმართოთ. მას კი მეგობრებობს საკუთრო სასიცოცხლოდ ებრძვის ბრიტანეთის, ასე ვთქვათ, establishments. აი ეს დარტყმები კანადაზე მაგალითად. აი ზუსტად ინგლისის და ბრიტანეთის წინამდებარი, რომ პროტექტორატი არის გარკვეული. და რაზე ებრძვის? კიდევ ერთხელ რომ გავიგოთ რა დღეში არის, რა პრობლემაა. გაირკვა რომ წლების განმავლობაში პაკისტანელი ემიგრანტები აუპატიურებდნენ ინგლისელ არასრულწლოვან გოგონებს. 10,000 მსხვერპლია. ოღონდ ეს
დიდი ხნის განმავლობაში და როცა პოლიციას იძახებდნენ, მიდიოდნენ, მაგალითად кейსებია, ხედავდნენ პაკისტანელებს და გახდნენ გოგონას და გოგონას რახან არ შეიძლებოდა ასე ვთქვათ ემიგრანტის დაჭერა, გოგონას ასე ვთქვათ იჭერდნენ და ზომებს არ იღებდნენ ზოგადად. ამ გამგმირავ кейსზე, აი ამ ამბავზე არის ატეხილის სკანდალი. და ილონ მასკი ამაზეც და სხვაზეც პირდაპირ ეომება, ასე ვთქვათ, მარტო გერმანიაში კი არა, მართლ ისტებლიშმენტს, არამედ ბრიტანეთის ისტებლიშმენტს. ბრიტანეთის შესუსტა მეგობრებო, მეფეის აღარ არის რაც დედოფალი იყო და ტრამპს გაუჩნდა, რა თქმა უნდა, სწორი, ასე ვთქვათ, ინსტინქტი, რომ დაანგრიოს ის ნარჩენი. არ მგონია, რომ ავსტრალიას არ შეხედოს მეგობრული თვალით ან კანადით დაკმაყოფილდეს მარტო და დიდი მნიშვნელოვანია, დიდი ამბები მოხდება ბრიტანეთის მნიშვნელოვანი იცი რა არის, რომ უკვე დაიწყო, აღარ აქვს მნიშვნელობა ხა ავსტრალიას როგორ შეხედავს, კანადას როგორ შეხედავს, ხო თქვა, რომ გრენლანდია მე მინდაო. არა, პირდაპირ თქვა რომ. ხო და მორჩა, ანუ რას ნიშნავს? ხო, არ ახსნა. всё მიხვდი შეგიძლია და გინდა. ანამის აღზე რაღაცა თქვა და გინდა. ანამის აღზე რაღაცა თქვა. კანადაზეც რომ ჩვენ ვინახავთო. კანადას ჰქონდა არგუმენტაცია და იქ ხალხის განწყობებიც სხვანაირია. კი ბატონო. გრენლანდიაში. პროსტო გჭირდება. ჩვენი სფეროაო. ანუ პუტინის დონის არგუმენტაციაც არ ქონდა. პუტინს სხვა არგუმენტი ქონდა კაცო. პუტინმა თქვა რომ მე ჩავატარე ყირიმში ისაო რა ქვია პლებისციტი კი არა რა ქვია მას. არა მე ომზე გელაპარაკებ, იმიტომ რომ არა ტრამპმა ხო თქვა რომ თუ ესე არა დაიწყება ომი. გამორიცხავ თუ არა პანამაში და გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავ. და ეგეთი ნათქვამი ხო იცი რას ნიშნავს? ხო, ნუ დაემუქრა. უცო რა, ომი. მე მგონი არ დაჭირდება, იმიტომ გრენლანდიაში 60,000 კაცი ცხოვრობს. 60,000 კაცს რო კითხო 59,000 იტყვის რომ გვინდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ვიყოთ. კარგით, მეგობრებო, მე მგონი გვინდა კიდე რაღაცა, მე მგონი ამით დავას. რომელი მაგალითად? მე არ ჩამიხედავ სხვათა შორის მან. ლაშაბუღაზები და წამიღო იმენა, მაგრამ რა? დევიდ ლინჩის გარდაცვალება დამასწრე. ისაბძიმრებს, ბაჩო. მეოთხე ტვინკს რო ვეღარ ნახავ ძალიან. გადაიღებს ვინმე დაწუნებული. ვიღაცის გადაღებული აჯანდებად მინდა მე. დაბერდა ეს არ მე ბოლო არ მე მაქვს შედევრი რას ამბობ. კაი, კი ბატონო, შო კარგი. მოდი შეხარებაში დავტოვოთ ცირედად ბაჩო და ჩვენ მაშინ ორშაბათამდე ხო? ორშაბათამდე ხო. დღეს სახში ახნენ გახარიას ევროპელი პასეს ისა რა ქვია დელეგაცია და ხო თუ არ არის გადაღებული ციტალი ძლიერავა და გაგვიხტაო ხო და არ ვიცი მე გახარიას უნდა ეთქვა ავადა ვარ მახველებს ხო ეს კარგია აი ჯაფარიძე თარგამაძე რაღაცებს ლაპარაკობენ რაც უფრო მეც არ დათმობს სალომე სამარდაშვილი რაც უფრო მეც არ თმობს ოსმამით რომ გარდაული ხდება მათი განადგურება ხდება და ამას ეს უნდა მოხდეს სალომე სამარდაშვილის ხელით ანუ განადგურების თემა ძალიან მნიშვნელოვანი სალომე სამარდაშვილის ხელით თეადარჩია ჩემთვის ყველაზე მაგარი სცენა აღმოჩნდა 24 წლის მერე რუსთავის ქუჩა თეადარჩიას დოკუმენტება არ ღირს კი ბატონო ლაშა ბუღაძე მოდი ლაშა ბუღაძე დავასრულოთ დევიდ ლინჩი თუ არა ლაშა ბუღაძე ეს არის მათი ისტერიკა. დამნაშავე არამზადები, პროვოკატორები, რომლებიცაც გონიათ რომ ეს მათ გაუვათ, არ გაუვათ, ვერ გაუვათ, იმიტომ რომ იკუმშებიან, ცოტავდებიან და პროტესტი ფართოვდება და ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის დასასრული. ხო, კაინგა ვიკუმშებით ხო? მანერ ვიკუმშებით. ანუ კარგი. აი რა. ხო, ნახოთ სადაც შევიკუმშე. რა გჭირს კიდე. ლაშაბუღაძის დაკომენტარება რაღაცა აი ამ სასტავს ვერ ელაპარაკები, ანუ შენ არგუმენტებს რომელიც ხარ სოფლიოში ნახე რა ხდება, რატო გაყავდა? არა. ვერ ელაპარაკები. აი ესე მინდა, всё, იმიტომ რომ ეგრეა. იმიტომ რომ თქვა ძალიან ტრამვირებული რასა ევროპარლამენტმა გააკეთა განცხადება, რომ დელეგიტიმაცია გვინდა ქართულოსნების და ჩვენი დელეგაცია აღარ ივლის ევროპარლამენტში, ანუ რას ნიშნავს? და მეგობარაკში რა წერია, იცი რომ ამერიკამ უნდა შეწყვიტოს კონტაქტები, სადაც მათ ჩატარდება ახალი არჩევნები და სადაც ამ არჩევნების ლეგიტიმობას იცი ვინ შეამოწმოს? შეამოწმებს არა ეს ეუთო და ისინი. ჰელსინკის ჯგუფი ამერიკელი კონგრესმენებისა. აი ეს გიჟი რო არის ესა. მე სანამ არ ვიტყვიო
არჩევნები უნდა ტარდებოდესო იქო რა. ხო მაგარია. ვაფშე რო აღარ ჩატარდეს. ხო და ჯობია ჯეირანიდან. ჯოუსონმა გააგრძელოს რა ის დროშების კოლექციის შეგროვება და თავი დაგვანებს თავისი ტვიტებით. ჯო ვილსონმა უნდა გითხრას ვინ არის ახალი არა ჯო ვილსონმა ისა თქვა რა და მაგრამ მე მიყვარს განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ლიბერალური ბაბლის სიხარული რომ აი სანქციები მოდის მე მახსოვს ყოველი ეტაპი ჯო ვილსონი ჩვენ მხარეზე ჰელსინკის კომისია შეიყო მეგობარი აქტი всё ცოტაც მოიცადეთ და იმედი რომ გაუწო კოშმარის აქტი და გახსოვს უკრაინა როგორ იგებდა ეხლა ციმის არა ეხა აღარ ამბობ არა დასტოინა უკლავდება არა შავა ვერ ამბობ არა რაღაც ალიკო ელისაშვილმა ხო თქვა ხოცე რუსები შენი დახოცილი ხელახლა და საფოთი არ გაგზავნდებოდი მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით არა ხვალ არამედ ორ შაბათს კარგი გლობალურ ყურადღებისთვის ნახვამდის